საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მრავალწლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე შეკრებილებს ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ სიტყვით მიმართა. 30 წელზე მეტია ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით და გიზი არბეთ წლების განმავლობაში დაგროვილ სიკეთეს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა საქართველოსი ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის. მრავალფეროვანი ღონისძიებები მოიცავდა ფიზიკური, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების ნაზავს. ქალაქის მასშტაბით სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაასწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას. მათ შორის 12 კილომეტრიან ველოტურს და ევროპის დღის ბაზრობას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქტებისა და ხელნაკეთი ნივთების უნიკალური არჩევანი. ინტელექტუალურ პროგრამაში შედიოდა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით გამართული საუბრები თემაზე ქალი როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალა. კულტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აუდიო-ვიზუალური გამოფენა ეს ქვეყანა შენია და ფოტოგრაფიის მასტერკლასი ისტორია თქვენ თვალწინ ნათალა გრიგალაშვილთან ერთად. I'm really happy to be here. ძალიან ვარ რომ აქ ვარ, იმერეთის დედაქალაქში, ქუთაისში. სხვა ელჩებთან ერთად აღნიშნავ ევროპის დღეს. მანამდე ვიზეიმეთ თბილისში და ბათუმში და დღეს ჩვენ ქუთაისში ვართ. ძალიან მნიშვნელოვან ადგილას საქართველოს ისტორიისთვის, რომელიც ევროპის კარიბჭეა. ძალიან მადლიერი ვარ იმერეთში მცხოვრები ხალხის, რადგან აქ დაგხვდა ძალიან საინტერესო აქტივობები, რაც ორი დღის მანძილზე გრძელდება. ჩვენ ერთად აღნიშნავთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ერთ დღეს საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. I'm really grateful to the citizens of Kutaisi and Imereti